აქაც იმყოფებიან ადამიანები. მოვადექით წარისის ტყე პარკს. ესაც პროცესი მიდის. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის. შევიდე და შეგუშვებ. გააზიართ მეგობრებოთა. აი ჭიშკარის გაგვიღეს. გამარჯობა, მადლობა. Mamo, aketa. Ari adgili, საკმაოდ კარგი. გამყოფი ვარ. აი ბუნების განადგურება უნდა ფაქტიურად მეგობრებო. დაგათვალიერებინებთ უცბად. აქეთ უბრალოდ რამდენი ხე არის და აი ეს გაისხვის და არაბებზე რა. და აქ აპირებს ზუსტად ამის გაჩეხვას და იქ უნდა დასახდნენ თურმე არაბები. აქეთ როგორი ფილტვებს გვინადგურებენ ქალაქის ცენტრში ფაქტიურად. თქვენ თვითონ არც კარგად ხედავთ რა კარგი ბუნება არის აქ. ეს პირიქით ჩვენ უნდა მოვუარო და ჩვენ გავაკეთოთ ისე რომ ავაყავოთ აქაურობა და ესენი აშხვისებენ აი. აქეთ უბრალოდ რამხელა არის. განახეთ ფაქტიურად. აი მამაოს ფრევლიც შემოვიდა მამაოც. მალე დაიწყებს და ამიტომ ვთქვით ყველა მოიწოროთ და გაავრცელოთ აბსოლუტურად. როგორა? ესე იგი, ნახეთ. საქართველოში არაბები დასახლებები როდესაც უნდათ რა აშენდეს, ეს ფაქტიურად საქართველოს და ქართველი ერის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი არის. თვითო ის არაბი ინვესტორი ვინც არის, თავის ინტერვიუში ამბობს, რომ 60%-ო ჩვენ უცხოელებს გვაქვს გათვლა. და მოგეხსენებათ ეხლა 60% უცხოელი კი არა, დარწმუნებული 100% უცხოელი შეიძლება იყოს აქ. იმიტომ რომ ფაქტია რომ ჩვენ არ გვაქვს შესაძლებლობები რომ ასე შევიძინოთ ეს ასეთი აშენებულ კორპუსზე როგორც თვითონ იძახიან. და მოდი მშენებლობაზე თუ მიდგება საქმე, აშენონ ფაბრიკა ქარხნები და დაასაქმონ ქართველი ადამიანები. როდესაც თვითონ ვიძახიან რომ 30,000 მუშა ხელზე მეტი თვითონ ჩამოიყვანო. ამიტომაც აუცილებელი არის რომ ამაზე ვიფხიზოთ ერმა და აი ეს ნახეთ ეხლა რაც უშიგნით შევდივართ, მით უფრო როგორი ბუნება არის და საერთოდ ოტრიალო არ ვიცი მაგ ჯერ TikTok-ი. და ნახეთ როგორი ბუნება არის. და აი ბუნების დათმობა უბრალოდ არ შეიძლება. აი რო ვარ ეხლა გეფიცებით. ზოგადად მოგესმა ხო იცით. აი ეგრე ვარ. იმიტომ რომ აი ეს ყველაფერი უნდა გაასვისონ არაბ ინვესტორზე. ხო წარმოიდგინეთ. აი იქ არის კიდე ესეთი ბანერები, რომელიც ამდენი ხანი არ არის მოვლილი. ხედავთ, აი ესენი არიან მაგალითად აქ. ესენი ბინადრობენ. იქეთ შეხვდება კიდე რამოდენიმე რებიც ბინადრობენ აქ და აი მის გაჩეხვა უნდა და აქ არაბული ქალაქების მშენებლობა და ყველა ვინც ამის მომხრე არის. ყველა ვინც ამის მომხრე არის, ჩემთვის საქართველოსთვის მოღალატე და ქართველი ერის მოღალატე არის. იმიტომ რომ არ შეიძლება ესეთი ტყე პარკი გასხვისდეს არაბებზე და ასე შემდეგ. თან ახლა 6 მილიარდზე საუბრობენ. მაგრამ ფაქტია რომ 6 მილიარდზე ბევრად მეტზე იქნება საუბარი და ამიტომაც ერმა უნდა ამოიღოთ ხმა. ამიტომაც პირადად მე რა ნებისმიერი ეგრეთ წოდებული ძალის ნებისმიერი დამოუკიდებელ ქმედებას მივესალმები არაბული ქალაქების წინააღმდეგ და იარეთ ყველა მსვლელობაზე და ყველა აქციებზე რა რაც კი ამ არაბული ქალაქების წინააღმდეგ იქნება. აი მივედით კიდე ერთ მსგავსბანელთან. აი ესეც აქ ბინადრობს მაგალითად შავი კოდალა. აი ახეთ როგორი ტყე პარკი არის ხალხო. როგორი მოსავლელია და არულია რა.
Sana kobalite miskoro. Arabic demokrasi kimler bunu bana geçmedi kimler. Bunu çok davuşlar. Zaten bu arabic yok. Var ya. Bunu nereye? კიდე ერთ ბანერს განახებთ. ახლა მეგობრებო, თან გთხოვთ ყველასო გააუზიაროთ აუცილებლად მიმატანინეთ საქართველოს ჩემი სათქმელი, რომ არ შეიძლება ასეთი ბუნების დაკარგვა და არაბების აქ დასახლება. წავია ეს. წერია წავი. წავდი იქეთ არის ცოტა ტბასავით არის და ეს გაასხვისეს არაბ ინვესტორებს. უბრალოდ გასხვისებას სურთ და იმედი მაქვს თელიერი გაიღვიძებ და ფეხზე დადგებით. ხო, კიდე ერთი რამ მინდა ვთქვა. დებატებში ვიწვევ ქართული ოცნების ლიდერებს ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. იმიტომ რომ თბილისის მერობაზეც როდესაც ვიყავი წარდგენილი პირველ ნომერი ვიყავი, ყველა გაათნაკეთ, როგორც ჩემი ერისთვის მიძგერდა გული. ამიტომაც გთხოვთ, რომ გააუცელოთ მაქსიმალურად, რომ დებატებში ვიწვევ ქართული ოცნების ნებისმიერ ლიდერს, გარდა თავის 13 წლიანი, ესე ვთქვათ, მოღვაწეობისას, ამავდროულად ამ კონკრეტულ არაბ დასახლებებთან დაკავშირებით. იმიტომ რომ თვითონვე რაც კი საჯარო გახდა ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, იმ კონკრეტულ საკითხებითაც კი მოვუგებთ დებატებში. და მინდა ჩემი სათქმელი ჩემი ერამდე მივიტანო, რომ არ შეიძლება საქართველოში არაბული ქალაქები, მით უმეტეს ორი, ერთი წანიში გეგმება, ერთი გონიოში, მოკლედ მთელი საქართველოს გასხვისება უნდა და შპს საქართველოს ნუ აქცია და ნუ ყიდით რა, არავის არ აქვს უფლება ქართული მიწის გაყიდვის. არც პატრიარქს, არც პრეზიდენტს, არც მეფეს. იმიტომ რომ უფალ მოგვიბოძა და ჩვენი სისხლით, ჩვენი წინაპრების სისხლით არის გაჟღენთილი ყოველი გოჯი მიწა. მინიმუმ ჩვენი ქვეყნის ისტორიას უცებთ პატევი და გავიაზროთ, რომ ტყუილ არ იბრძოდნენ და თავის დროზე თუ სისხლის ფასად იცავდნენ, დღეს უკვე ფულით ვასხვისებთ და ამაზე ჩუმად ხართ. მართლა არ მესმის იმ ქართველის, ვინც ამ ყოველივეს ეთანხმება და საქართველოს უქართველოდ სურს რა. იმიტომ რომ ჩემთვის ყველა ეგეთები მოღალატეები არიან საქართველოს, დიახაც ქართველების საკუთრება არის და პატივი ვცევთ სულ ყველას. სტუმართმაც სპინძლობა არ გვეშლება არც ჩვენ გარს, მაგრამ როგორც ასეთი არ შეიძლება ქართული მიწის გასხვისება და აქ უცხოელების ჩამოსახლება. და ამიტომაც ამდენი ემიგრანტი ყავს. და ემიგრანტებს ვთხოვოთ დაბრუნდით რა საქართველოში. უთქვენოთ ვერ მოვუგებთ ამ სისტემას სამწუხაროდ. ეხლა მოვადექით უკვე იქ ბანერებიც არის. ტყე-პარკი. ნახეთ რა მხილა ტერიტორია არის მეგობრებო. აქ, ყველას კაი ადგილი ეს არის. მოვლილი მაქვს ზუსტად ეს. დათუნა, მიდი იქნებ. აქ მამო, ყველას კაი ადგილი წესით. ზიავოდი დათედა, ხო? აბა მოიწვიო და მეგაფონი მიუტანი მამაოს. აბა ბოლდარი. ისე კარგად მივიდა. ადრო შევაძლებია და უმარად. თავშება წინ გამო. მოდი დაგლოცო სუპერა. დაჟე შემოვერდი აბა ეს არ არის უჭი საფსაფური არ არის შემოგარგო და ას მაღაზია არ დავეცეფე და არ არის ხაბე დამინახე ეს დიზაინახე არა ეს გულით არის ეს ყველაფერი გაკეთებული და ის გულის კიდე ყოველთვის უყურა გუფალი და შეიძლება ეს ყოველა და ვედრება მე ბეტიგზაც უნდა გავიაროთ ქართველებმა თუ რაღაცა დავკიდა კიდე და დავაჭიროს რა თქმა უნდა მაგრამ თუ საჭირო იქნება უნდა ბოდიში ჩავდგა მას წინ ის უბრალოდ რაც ეს მომავალს ავნებს რაც არ იქნება ჩვენთვის ტრადიციული ფორმა არ იქნება რაც არ იქნება ჩვენ მიღებული ზეობრივი არ იქნება ეს ყველაფერი თავისთავად და უნდა გული უნდა გიხურდეს სიყვარული უნდა გისწრებდეს ეს სიკეთე და ეს და შენი ქცევა რაც შეიძლება რომ იყოს თავისთავად რა თქმა უნდა ადამიანისთვის სასიკეთე და სამშობლოსთვის სასიკეთე ამიტომაც თავისთავად ჩვენ მოვიდით ჩაქ შემოიყვნა დაველოთ იქნება აი ვაშკაცი ხალხი მოხუცებულები მოდიან
ახალგაზრდა პატარა ბავშვები მოდიან, აგერ მაგალითი. აგერ მაგალითი. ახლა ვისე უნდა ეჭიდაო, ჩვენ გვაქვს სიტყვა, თხოვნა, ვედრება, საუბარი ღმერთთან. ამიტომ თავისთავად ასე შევიდრეთ. ბავშვები, იქე დაუდეთ. მიდეთ მამაოს უყველა. შობას მივაწვიდას, ხო იცი? მიდ მამაოს დადեք ბავშვები. მერს კი უნდა სიკეთე ჩვენი გორ მარცხნივ ადამიანები უნდა იყვნენ რა უნდა ამაში მონდომებულები. მონდომებულები უნდა იყვნენ. ეს რაღაცა თანხა და მდგომარეობა და ის ყველაფერი იქცერია. სახარებაში რა უნდა შეიძინო ესე სული რომ დაკარგო. აი რა უნდა შეიმაზე მეტი. ერთი ველი იყო და ვიდარი კაცი უგზავნიდა იმას, ფულს უგზავნიდა. უდევს ეკლესიისთვის, სადაც ერავდა. ეს ეუბნება ღმერთმა გაცხონოს. ხოდა ის მიტანა ეს ფული უთხრა, რა გითხრა, მდიდარმა უთხრა, რა გითხრა და ღმერთმა გაცხონოს. კიდე გაუგზავნა, იმან კიდე ღმერთმა გაცხონოს. ხოდა მე ეს თვითონ მივიდა და ეს ბაიბე პატარას და დაგებატერია ამ ყველაფერს ვიზავნა. მოიტანე ალბათ, ოდი შენი ფული მოიტანე, სასტორი გამოიტანა და დადო აქეთ მისი ფული ოქრო. აქეთ კიდე ფურცელზე და ღმერთმა გაცხონა. ორი სიტყვა. გადაწყვეტა აი ამ ღმერთმა გაცხონა. ეს აფერი არ არის. დღეს ამაზე გიძებიან მილიარდი და ეს არის მილიარდის და რა ვიცი შეუფასებელი, სადაც ჩვენ დღეს ახლა ვყავართ. ეს შეუფასებელია. მილიარდი კაპიკი გახდება ხვალ. 100 მილიარდი კაპიკი გახდება. აი ეს ყოველთვის რა თქმა უნდა უნდა შეინარჩუნო. აი ამით უნდა იყოს რა თქმა უნდა მოსარგებლე. ქართველი ენის არის მოცემული და ქართველმა ენამ უნდა ისარგებლოს ამით. ეს უნდა მიიღოს. წინა ბუნებრივი ახლა პირველად რა ფრაზი არ შემოსულა რა დროს. ახავარ უკვე 2012 წლიდან. 2012 წლიდან. პირველად შემოვედი, ადრე ვიყავი იქით და ესეთი გამოსული. ასეთი ბუნება, ასეთი ტერიტორიები, ასეთი ტბები გახაკეთეს. აგიტე ტერიტორიები ეს არის მეგონი ხეთაზე დიდიც არის. ხეთას ტერიტორიაზე დიდიც არის ალბათ. ეხლა დიდი არის და ჩვეულებრივ მოსახლეს არ აქვს მაგას ნიშნები. ჯერ ამოვნელი და ამ რაიონის მაცხოვრებელი ხო რა თქმა უნდა შეიძლება ისარგებლოს ეს ყველაფერი და გამოვიდნენ და ბავშვები გამოასეებდნენ და ჰაერჩად ჩაღლაბოდნენ და დაბინძურებულია მთელი ჩვენი ქვეყანა. ამ რაღაცა მშენებლური არის წერისაგან, ყველაფრისაგან, მარტო იქ კი არ არის, მე ეს ყველაფერი ხო თავიდან ბოლომდე იწევს ძალიან ცუდ მდგომარეობას. ეს ჩემს ბავშვობაში ჩემი მეგობრის მაკაცკვრისა დედას ჰქონდა ისა რა ქვია სივსიმნე ჰქონდა ვინ გაიგებდა მას რაღაცას ადრეს და სულ ასე უყურებდით რა დედამისი სახე ეხლა ალბათ სადარბაზში ერთ ფულს მაინც აქვს რა ეგეთი რაღაცა ეხლა დაიბა ძალიან ბევრი შეხვედრა რომ სივსიმნეა ან შაქარია რა დიაბეტზე არის რა დიყვადე ეს არის რაღაცნაირად რომ არც უნდა გვემეტებოდეს ვინმესთვის არც უნდა ჩვენია და არც უნდა გვემეტებოდეს ვინმე წაიღე და იმას საკნად მე კარგათავ თექსას ხელი მოწვია ვიდეო საჭმელსაც მოვჭამდა ყველაფერი რა ვქნა ახლა ესე იხარე სულო და იხარე გულო უნდა ვიყო თუ როგორ არის არა ჩემო კარგო ამითი ვერ ცხონდები კაცი ვერ გაცხონებს ვერტყმა უნდა გვაცხონოს და მას უნდა ვეძროთ რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ჩვენი ბედნიერებისათვის ბედნიერება კიდე ქრისტეშია უფალშია და ღვთისმშობელია ეხლა დავიკითხავს არაკლის მერე ზეც გაცხდა და ასე ლოცვი და საუბარი რა თქმა უნდა თავისთავად ბავშვებთან და მერე დაველოდებ გაზიარეთ მეგობრებო გაზიარეთ ჩვენ ისთვის ვეცუდოთ ფიჩინაში ვინ არ არის შეცდენილი ვინ არ არის რა თქმა უნდა ესეთი რაღაცა სხვადასხვა ჩემ ხედვარი შესაძლოა რაღაცნაირად ვერ გაიაზრა ვერ გაიგო და აი იმათაც რომ მივაწვდინოთ რომ ისეთ რაღაცას ნაბიჯ მოგადადგას რომელიც თავისთავად რა თქმა უნდა საზიანო იქნება მისი სულისათვის შესწავლილია ყველასდება დერისდება ერისდება და ყველასდება არა ცუდი არ უნდა გადალახო ცუდი რო იქნება და შეიგრძნო ამას სინანულში და თავდაბლობაში რა თქმა უნდა გაიაზრო ესა და ის ნაბიჯი უნდა გადადგა რომელიც შენი ცხოვრება ამ მიწიერ სოფელში და კარგი იქნება და იმზეც ქვეყანაში უფალი შეგახებს და მოგეწევებს. ანუ რა დაგლოსო და ეხლა დავიწყოთ აბა.